Კონკურენტ ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და დღისა და კვირის ერთ-ერთი აქტუალური საკითხით ბრუნდები პირდაპირ ეთერში. ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა თუ ცოლ-ქმარ შორის არსებული გაუგებრობა. გაეროს მოსახლეობის ფონდი 2011 წლის კვლევით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მათი უმრავლესობა როგორც წესი დახმარებას არ ითხოვს და ცდილობს პრობლემა თავად მოაგვაროს. თუმცა სექტემბერში საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმადაც მოძალადეს იძულებითი რეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. საკმარისია თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები და კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი იმისათვის, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები აღმოიფხვრას. ჩვენი სტუმარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ჯაფარიძეა. მანამდე კი ნახეთ სოფო ზედელაშვილის სიუჟეტი ოჯახური თანაცხოვრებით გამართლებული ძალადობის შესახებ. 33 წლის ნანა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში შვილებთან ერთად თითქმის 1 წელია ცხოვრობს. მეუღლე მას წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაქორწინების მერე პირველად დაიწყო. ამბობს, რომ მას შემდეგ საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. დავინახე პირველად, რომ ქალები თურმე დაჩაგრულები არ უნდა იყვნენ და ქალის მოვალეობა მარტო ის არ არის, რომ სახში იყოს ჩაკეტილი, რეცხოს, ხეხოს, კი, ესეც არის და ჩემი ყველაზე დიდი სამსახურია ჩემი შვილების გაზრდა, მაგრამ მე დავინახე, რომ ქალებს თავისი უფლებები აქვთ და მონები არ არის. ნანა იხსენებს მეუღლისგან თავდასაცავად პოლიციისგან დახმარებას როგორ ითხოვდა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალი აღმოჩნდა. ძალადობის წინააღმდეგ 309-903. რომ წემდა მოვასწარი და გამოვიძახე პატრული, რამდენიმეჯერ იყო ხელწერილი დააწერინის. ერთ-ორ ჯერ 3 დღეც ყავდეთ დაჭერილი, იმიტომ რომ ქუჩაში დამეჭერა პატრონმა თვითონ ქუჩაში რომ წემდა. ხელწერილს დააწერინებდნენ 3 დღე, გააჩერებდნენ და მერე გამოუშვებდნენ. ცემის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემებიც ხშირად ექმნებოდა, თუმცა ცოლ-ქმარ შორის ყოველგვარი კონფლიქტი ყოველთვის ოჯახის საქმედ მიაჩნდა. განუჩებული თითქმის ხშირად დავდიოდი და უკვე ეს იმდენად მქონდა იმაში გამჯდარი, რომ ერთხელ დამჯერდა ექიმი. ძალიან ცუდად ვიყავი უბრალოდ. ბევრჯერ ვიყავი ცუდად, თუმცა ექიმისთვის არ მიმართია. ამბობს, რომ მრავალწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ თავშესაფარში გატარებული მშვიდი პერიოდი 60-ე ეჩვენება, თუმცა უკვე სახლში დაბრუნებაზეც უხდება ფიქრი. ჩემმა მეუღლესაც მოუწადინებ, რომ იყოს ფსიქოლოგთან მივიდეს, თუნდაც იმკურნალოს. სიმართლე რო თქვა, წესასვლელი ნამდვილად არსად არ მაქვს. საცხოვრებელი ფართობი თუ ეკუთვნოდა მოძალადეს, მაშინ ჩვენ იძულებული ვიყავით მსხვერპლი გაგვეყანა იქიდან და გადაგვეყანდა თავშესაფარში, რაც იწვევდა ხშირად ბევრ უსიამოვნებებს, იმიტომ რომ სკოლაში დადიან ბავშვები, მუშაობს ქალი. დეპუტატი გუგული მაღრაძე უწყებათა შორისი საბჭოს მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილი ცვლილებების პაკეტზე საუბრობს, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დამატებით გარანტიებს აწესებს. შემაკავებელი დამცავი ორდერები იყო, პოლიციის უფლებები იყო, ბევრი ტრენინგები გაიარეს, პროკურატურა, მოსამართლემ დაცული იყო, მაგრამ კიდევ ჭირდება. ეხლა კანონში უკვე შედის ესეთი ცვლილება, რომ თუ კი ესე იგი თვითონ მსხვერპლი განაცხადებს, რომ მას უნდა დარჩენა თავის საცხოვრებელ ფართობში, კიდეც რომ საცხოვრებელი ფართობი მისი საკუთრება არ იყოს და მოძალადეს საკუთრება იყოს, მოძალადეს განვარიდებთ და მსხვერპლს მიცემთ საშუალებას, რომ იმ პროცესში, იმ თქვათ 1 თვიდან 10 თვემდე, როდესაც შემაკავებელი ორდერი მუშაობს, მას კონდეს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. ქართული კანონმდებლობისთვის პრინციპული სიახლეა იძულებითი სარეაბილიტაციო კურსი, რომლის გავლის ვალდებულებაც მოძალადეებს დაეკისრებათ, რაც სპეციალისტების განმარტებით განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. ნებაყოფლობით რომ იყოს ეს, მაშინ მოძალადეთა 20%-იც არის სარგებლობდა მაგით. ერთი რომ სავალდებულო უნდა იყოს, ეს ჩემი აზრით უკვე მან თავისი არსებობა დაამტკიცა, მაგრამ მეორე არის ჩვენ რა ინსტიტუციები გვაქვს, რომ ეს განახორციელოს. იმ შემთხვევაში თუ კი მსხვერპლი მოძალადისგან კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს, დაზარალებულისთვის გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება შესაძლოა სახელმწიფო მითავოს. კომპენსაციის საკითხი რთულ პრობლემად მიაჩნია ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში. მსხვერპლებმა მოძალადეებს კომპენსაცია მოთხოვენ კი არა, შემაკავებელი ორდერი როცა გამოიცემა პოლიციის მიერ, პოლიციას მოყავს შემთხვევის ადგილიდან მსხვერპლი საკმაოდ დაზიანებული, კარგად ნაცემი და ერთ კვირაში ისე უკან გარბიან მოძალადეებთან. მქონია ასეთი შემთხვევები და შესაბამისად ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს მსხვერპლი იმ მოძალადეს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოთხოვს. It was very good. 1000 ლარიან სახელმწიფო კომპენსაციას ითვალისწინებს კანონი ტრაფიკინგის მსხვერპლთათვის, რისი განხორციელებაც მესხის აზრით ოჯახური ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში გაცილებით რთული იქნება. ვთქვათ, ორ თვეში მსხვერპლი მოძალადე ისევ
საოჯახო ურთიერთობაში ისევ იგივე ურთიერთობაში იქნებიან აღდგენილი ერთმანეთთან, ასე შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია რა სახელმწიფოს მიერ საკომპენსაციო კომპენსაციის განაცემი. მეცხრე არხის ანონიმური რესპონდენტი მსხვერპლთათვის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში დაბრუნებას აპირებს. ჩემთვის ყველაზე წმინდა დღესაც და მთელი ცხოვრება დარჩება ის, რომ კარგი ოჯახი მქონდეს და ისევ ჩემ მეუღლეს და სხვასთან არც ვაპირებ და ფიქრადაც არ მომსვლია, მაგრამ თუ ბავშვები ისევ იმას დაინახავენ, რომ ჩემზე მამამისი ძალადობს და რაღაც იმაში რომ მიჩვენია, რომ ვიყო მარტო მიჭირდეს კიდევაც და გავიზარდო მშვიდ გარემოში ჩემი შვილი. 2009 წლის გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში 20-მდე ოჯახური მკვლელობის შემთხვევაა დაფიქსირებული. მოკლედ, ოჯახური ძალადობა, შედეგი და სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში, როგორც უკვე გითხარით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინე ჯაფარიძეა ჩვენი სტუდიის სტუმარი საღამომშვიდობის. დიდი მადლობა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ, რადგან ჩემო კოლეგამ სოფო ზედელაშვილმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ოჯახური ძალადობის კუთხით საქართველოში არსებობს. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა, რამდენად შეესაბამება დაუშვათ და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ იგივე ქალის უფლება, ალბათ მეტწილად ქალის უფლება იყოს დაცული ოჯახში. საღამომშვიდობის, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ სტუდიაში და დიდი მადლობა მე-9 არხს, იმიტომ რომ დიდ ყურადღებას უთმობს ხოლმე ამ პრობლემას, ოჯახში ძალადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სახელმწიფოს არსებულ პოლიტიკას, იგი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ მაქსიმალურად დანერგოს ის სტანდარტები, რაც არსებობს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. მაგალითად, სიუჟეტში საუბარი იყო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წარდგენილი არის საქართველოს პარლამენტში და ამ ცვლილებების მიზანია სწორედ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის საბჭოს ახალ კონვენციასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც გახლავთ ამ სფეროში პირველი სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი და საკმაოდ მნიშვნელოვანი გასაგებია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ცვლილების მიხედვით შესაძლოა მოძალადეს რამდენიმე გარკვეული დროის განმავლობაში მოუწიოს გატარება იგივე სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს მოგცემს თუ არა რაიმე შედეგს რეალურად? საერთაშორისო პრაქტიკა ასეთი არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში ასეთი კურსები მართლაც ეფექტური არის. მე გამიჭირდება ერთიანი საშუალო ციფრი დაგისახელოთ, მაგრამ სადღაც 20-დან 40%-მდე ეფექტიანობა არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროფესიონალურად ჩატარდება ეს კურსები და რამდენად ხელს შეუწყობს თვითონ მოძალადებას. ძირითადად ბოლო რამდენიმე წელი ალბათ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია. სწორედ ამ კუთხით, რომ ქალს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და როგორც ცოტა ხნის წინ მოვისმენთ, რომ ერთ-ერთი ქალბატონი მსხვერპლი თავად ამბობდა, რომ ის არ არის მონა და გაცლებთ უკეთ გაიგო ინფორმაცია საკუთარ თავზე, თუ რისი უფლება აქვს. გამოიღო თუ არა ამან რაიმე შედეგი? ბოლო წლების სტატისტიკა როგორი არის? მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად გასულ წელს 2012 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 700 შეადგინა. წელს უკვე 4 თვის მონაცემები მაქვს, უკვე 300 შემთხვევა არის და თუ შევხედავთ 2006 წლიდან მოყოლებული რაოდენობას, როდესაც საშუალოდ წელიწადში 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო, დავინახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა და ეს გარკვეულწილად და მეტწილად ცნობიერების ამაღლების ძალისხმევის დამსახურებაც არის. ასევე არის საუბარი, რომ იგივე კონფლიქტი, რომელიც ხდება და ძალადობა ოჯახში, არის მხოლოდ ოჯახის პრობლემა და ის არ უნდა გასცდეს დაუშვათ ოჯახს. რეალურად რა შეგვიძლია უთხრათ იმ ქალბატონებს, რომლებიც ერთხელ მაინც, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის 2011 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა საქართველოში ყოველი მე-11 ქალბატონი ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. აი იმათ გასაგონოთ რა შეგვიძლია უთხრათ. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ აიმაღლონ ხმა
რომ ოჯახში ძალადობა არის დაუშვებელი, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, არსებობს მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის და მათ შეუძლიათ მიმართონ საპატრულო პოლიციას, თუ ამისი სურვილი არ აქვთ, შეუძლიათ დარეკონ სახელმწიფო ცხელხაზზე, რომლის ნომერიც გახლავთ 239993, იგი არის ანონიმური და იქ ისინი მიიღებენ ყველანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ. სწორედ ანონიმურობასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა თქვენთვის ის იგივე ქალბატონს, რომელიც ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მას არ უნდა კონდეს იმის შიში, რომ თუნდაც იგივე ნათესავი ან მეგობარი მის შესახებ გაიგებს ინფორმაციას. თუ მას რა თქმა უნდა არ სურს, რომ ეს გახდეს თავისი მეგობრებისთვის ან გარემოცისთვის ცნობილი. თუ მას არ სურს თავისი ვინაობის გამჟღავნება, არსებობს ასეთი ჯგუფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფი, რომელიც ანონიმურად უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ადამიანმა მიიღოს ყველა ის მომსახურება, რომელიც არის ხელმისაწვდომი და მისი ვინაობის გამჟღავნება არ მოხდეს. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება თავშესაფარს და იგივე სარეაბილიტაციო ცენტრებს. ალბათ ყველაზე მეტად იგივე დაზარალებულებს, შეიძლება ესე ვთქვათ, ალბათ ხო, ჭირდებათ სარეაბილიტაციო კურსი, ფსიქოლოგიური დახმარება. რაიმე პროექტები, პროგრამები არსებობს თუ არა ქვეყანაში, რომ ამ მიმართულებით მათი დახმარება მოხდეს? დიახ, 2010 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო თავშესაფარი თბილისსა და გორში, ახლა აგვისტოში გაიხსნება ქუთაისში თავშესაფარი, რომელშიც უზრუნველყოფილი არის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები, მათ შორის ასევე სამედიცინო დახმარება, იურიდიული დახმარება, მთელი მოსახურების პაკეტი ასეთი ადამიანებისათვის. ძალიან კარგი და ჩვენ საუბრის ბოლოს არა მარტო ქალბატონები და ცოლ-ქმარს შორის არსებობს ძალადობა და პრობლემა, ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში ოჯახში, ხშირ შემთხვევაში არა. საკმაოდ იშვიათ შემთხვევაში გახდეს მოზარდი ან მოხუცი იგივე ძალადობის მსხვერპლი. გვაქვს ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა და ინფორმაცია? სტატისტიკას თუ შევხედავთ, 90% შემთხვევებში მსხვერპლი არის ქალი. ეს არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი სტატისტიკა გვაქვს. დანარჩენი 10% როგორც წესი არის არასრულწლოვანი ან მოხუცი ადამიანები. და არის თუ არა ამათთან მიმართებაში თავშეთ რაიმე კონკრეტული პროგრამები, რომელიც იგივე მოზარდების და მოხუცების დახმარებას ისახავს? ოჯახური ძალადობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურებათა ამ პაკეტს, ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად სქესისა თუ ასაკისა, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა აქვს, შეუძლია ის აკეთოს. ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ დაზარალებულზე, თუმცა არაფერი გვითქვამს იგივე მოძალადეზე. ამ მიმართულებით რამე პროგრამა თუ არსებობს, რომ თუნდაც იგივე მამაკაცებს, რომელიც ძალადობაში ერთხელ მაინც არიან ხილებულნი მათი ოჯახის წევრების მხრიდან, შეუძლია ვინმე აღმოუჩინოს დახმარება ან მანაც გაიარეს ფსიქოლოგიური რაიმე კურსები სპეციალური, ის შემდეგაც ის რადიკალურად შეიცვლება, თუნდაც იგივე ქალბატონის მიმართ და მისი მსხვერპლი აღარ გახდება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე ასეთი მომსახურება არ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასეთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს გთავაზობს. თუმცა მოცემული ამ კანონ პროექტის მიღების შემთხვევაში ასეთი პროგრამა ამოქმედდება თავდაპირველად პრობაციის სისტემაში ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებისათვის და შემდეგ ასევე სასჯელ ახსნილების და პრობაციის სისტემის გარეთაც. და ჩვენ საუბრის ბოლოს ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ, გაეროს მოსახლეობის ან ფონდის 2011 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მე უკვე ეს აღვნიშნე, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება, რამდენად მძიმე შედეგია ეს კვლევა ჩვენი ქვეყნისთვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. საკმაოდ მძიმე შედეგი არის, თუმცა ასე უნდა განმარტოთ ეს მონაცემები, რომ ეს არიან ის ადამიანები, ვინც აცნობიერებენ, რომ გახდნენ მსხვერპლი და ვინც ამჟღავნებენ ამას. ანუ რეალური სურათი უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მძიმე არის. ამ კვლევის შემდეგ 2009 წელს ჩატარდა ეს კვლევა, 2011-ში გამოქვეყნდა. ჩატარდა რამდენიმე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც მოგცეს სხვა შედეგი, მაგალითად ერთ-ერთი კვლევის თანახმად ყოველი მეოთხე ქალი საქართველოში არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. რაც უფრო ახლოს არის გლობალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ. ევროპაში, დასავლეთ ევროპაში 1/5-დან 1/4-მდე ქალებისა ერთხელ მაინც ცხოვრებაში ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. და ბოლოს, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რა არჩევას მიცემთ ქალბატონებს, იგივე თუ ისინი აღმოჩნდებიან იგივე ძალადობის მსხვერპლი?
აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ მოითმინონ და მიმართონ დახმარების მისაღებად, იმიტომ რომ ოჯახში დაავადება ისეთი ფენომენია, რომელიც იწყება შედარებით მსუბუქი ინციდენტებით, თუმცა აუცილებლად დროთა განმავლობაში მძიმდება და ხანდახან ლეტალურ შედეგამდეც მიდის სამწუხაროდ. ასე რომ აუცილებლად რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენ შევეცდებით ეტაპობრივად კიდევ დაუბრუნდეთ საკითხს, რათა გაცილებით მეტი შედეგი კონდეთ დაუშვით არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენ შევძლოთ თქვენი დახმარება, რომ ეს ქალბატონები თქვენამდე მოვიდნენ და არ დამალონ თუნდაც ძალადობის ფაქტები.